დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალოზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ძალიან ბევრი რამ აქვს ადამიანს სასწავლი თავისი ცხოვრების მანძილზე. ძალიან ბევრ რამას სწავლობს, ძალიან ბევრ რამას ვერ ასწრებს, ზოგჯერ სინანული აქვს რა ვერ ისწავლა, როგორ შეეძლო ან არ შეეძლო ამ ინფორმაციის მიღება, შეთვისება და ასე შემდეგ. თუმცა ძალიან ხშირად ესა თუ ის ინფორმაცია თავის გზას მაინც პოულობს ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს მეხსიერებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია იყოს ჩვენი ჯანმრთელობისათვის, ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისათვის სასიკეთო. როდესაც ვამბობთ ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, საუბრობთ ყველაზე მთავარზე, ყველაზე ფასეულზე, ყველაზე ღირებულზე მთელს საზოგადოებაში და რაც სწორია ნებისმიერი საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ ადამიანი არის მთავარი. და თუ ადამიანია მთავარი, მასთან დაკავშირებული არჩევანი, მისი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისათვის აუცილებელი არჩევანი, მაშინ სწორი, წესიერი, რაციონალური, დაბალანსებული კვება არის ერთ-ერთი გასაღები იმ კარის შესახებად, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას უკავშირდება. სწორედ ამიტომ საუბრობთ ხოლმე ჩვენ კვებაზე, სწორედ ამიტომ არის კვებით შუქნიშანი ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც წლების მანძილზე სამფერი რეკომენდაციებით, უფრო სწორად სამფერი ასოციაციებით შენიღბული მრავალფეროვანი ასოციაციებით, მრავალფეროვანი ინფორმაციით ჩვენ კვებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს გიზიარებთ, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ გავერკვიოთ, მართლაც იქონია თუ არა ამ ყველაფერმა ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა. როგორია სხვადასხვა თაობის ადამიანების რეაქცია კვებით შუქნიშანთან დაკავშირებით? როგორია მათი ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით? როგორია ოჯახური ცოდნა? თქვენ ალბათ შენიშნეთ, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც კი ჩაერთვნენ აი ამ ძალიან საინტერესო პროექტში, რომელსაც პირობითად ასე დავარქვით, ვიცით თუ არა კვებითი შუქნიშანი. ძალიან ხშირად მე შეუნიღბავად გამოვხატავ სიხარულს, იმიტომ რომ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ნამდვილად მართლაც ვიცით და გვისწავლია კვებითი შუქნიშანი. დღეს რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ცოტა უცნაურად მოგეჩვენებათ ამ რუბრიკასთან დაკავშირებით უჩვეულოდაც ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვნად მომავლის პერსპექტივის ჭრილში, იმიტომ რომ როდესაც ბავშვები ძვლების ჯანმრთელობაზე საუბრობენ, ვფიქრობ, ეს არის ძალიან წინდახედული საკითხი. ყოველ შემთხვევაში, ასე მოიფიქრა და ასე გადაწყვიტა სიუჟეტის ავტორმა ლუკა ფანქოლაშვილმა და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რაზე იქნება შემდეგ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში საუბარი, მე ვფიქრობ, ეს თემა ძალიან მჭიდროდ უკავშირდება ჩვენი საუბრის მთავარ თემასაც. მოკლედ, ლუკა ფანქოლაშვილის მორიგი სიუჟეტი ციკლიდან, რომელიც გვაცნობს ვიცით თუ არა კვებითი შუქნიშანი და შემდეგ ისევ დავბრუნდებით, გავარკვიოთ მართლაც ვიცით თუ არა კვებითი შუქნიშანი. მე მქვია თათო და გვარი მაქვს ჭანტორია და 6 წლის ვარ. ჩემი სახელი და გვარი არის სესილი კირვალიძე და ვარ 9 წლის. ლუკა კირვალიძე და ვარ 9 წლის. რომ მოვედით მწვანე, ყვითელი და წითელი ფერი იყო. ჩვენ გამიკვირდა ეს რა იყო პროდუქტები, უნდა გადაგვენაწილებინა, რომელი იყო ძვლებისთვის კარგი და რომელი იყო ძვლებისთვის ცუდი. საჭმელები უნდა დავდოთ, რომელიც კარგია ძვლებისთვის. ჯანსაღი პროდუქტები უნდა დაგვედო მწვანე ფიგურაზე. ყვითელ ფიგურაზე, რომელიც ცოტათი არის ჯანსაღი. აქ რომელიც ძვლებისთვის ძალიან ცუდი საჭმელია. ნუდი დავიწყოთ რძით. მე რძეს დავსვამ მწვანეზე. რძე ჩვენ იმიტომ დავდეთ მწვანეზე, რომ ჩვენ ძვლებს ამაგრებს და კბილებისთვისაც კარგია. მე ავოკადოს დავდებ მწვანეზე. ავოკადო ჯანსაღია, იმიტომ რომ ის ჯანსაღ ცხიმებს შეიცავს. სოსეჯი მწვანეში. იმიტომ მიყვარ. თავზე მწვანეში. თავზე არის კარგი
ძვლებისთვის თან თვალებისთვის. მე ორაგულს დავდებ ყვითელზე. მე თევზი იმიტომ დავდე ყვითელზე, რომ თან თვალებისთვისაც კარგია, მაგრამ თუ ბევრ შევჭამთ, ცოტა მუცელიც გვეთკინება. რძე ყვითელში, ყველი ზოგჯერ ყვითელში, ყველი არ მიყვარს და რძე არ მიყვარს სხვა და ყვითელში ჩავს. მაგრამ ძვლებისთვის კარგია. მაწონს დავდებ ყვითელზე. მაწონი რძის ნაწარმოებია, მაგრამ ხანდახან ცუდი მაწონებიცაა და ნაყიდი პროდუქტები უფრო ცუდია, ვიდრე აი სოფლიდან რომ მოგიტანენ ხოლმე. მე მარილს დავდებ ყვითელზე. ჩვენ მარილი ყვითელზე იმიტომ დავდეთ, რომ ჩვენთვის არ არის ჯანსაღი, თან ცოტათი ცუდია და არ შეიძლება რომ ის ვჭამოთ უმად. მარილი წითელში. იმიტომ რომ არ მიყვარს მარილი. და მე ყავას დავდებ წითელზე. ჩვენ ყავა წითელზე იმიტომ დავდეთ, რომ ჩვენთვის არის ძალიან ცუდი. მომეწონა ხო და თავეხმარა ფერები ყველაფერში. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომეწონა აქავრობა. უფრო კარგია რომ ფერები არის და ჩვენ უფრო ხვდებით რომელი სად უნდა დავდოთ და ძალიან მარტივია. ძალიან მაინტერესებს მარია ექიმის შეფასება. დადო აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემ შეფასებას, მით უმეტეს რომ ძალიან გამახარეთ სესილის, ლუკას და დადოს მიმართავ. როგორც წესი, მე ძალიან ყურადღებით უსმენ ხოლმე, რას გვიყვებიან ჩვენი სიუჟეტის გმირები და ძალიან ხშირად კიდევ უფრო ხშირად ვითვალისწინებ ამ ყველაფერს. დააკვირდით ალბათ, როგორი წინდახედულება გამოიჩინეს ბავშვებმა. განსაკუთრებით მივაქცია ყურადღება, როგორ ზრუნავს უსაფრთხოებაზე, მაგალითად, რამდენად ხშირად გაამახვილა ყურადღება პროდუქტის წარმომავლობაზე სესილიმ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებას შეეხო ლუკაც და თუ დააკვირდით, სესილიმაც და ლუკამაც რძის ნაწარმი მწვანე ზონაში მოათავსა და დაუკავშირა ძვლების და კბილების ჯანმრთელობას. შესაძლოა მათ არ იციან დეტალურად ეს მექანიზმები და არც უნდა იცოდნენ, რატომ არის მაგალითად რძის ნაწარმი კარგი ძვლების ჯანმრთელობისთვის, ან კბილების ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ის რომ ეს იციან და ამას ითვალისწინებენ და რაც მთავარია, ეს მოქმედებაშიც გვაჩვენეს სიმართლე გითხრათ გამიხარდა. კიდევ უფრო საინტერესო და საგულისხმო ოჯახებისთვის და მშობლებისთვის მგონია რომ არის ბავშვების დამოკიდებულება ზოგადად საკვების არჩევანის მიმართ, რომელიც განსაკუთრებით გამოხატა დადუმ. დადუმ მაგალითად სოსისი მოათავსა მწვანე ზონაში. რატომ? იმიტომ რომ უყვარს. და მაშინაც კი, როდესაც იცის რომ რძის ნაწარმი ძალიან სასარგებლოა ძვლების და კბილების ჯანმრთელობისათვის, ყვითელი ზონისკენ გააცუნცულა. რატომ? იმიტომ რომ მაინც და მაინც არ უყვარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ოჯახის პატარა წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი შეგრძნებები, მათი ემოციური დამოკიდებულება, ემოციური არჩევანი საკვებთან მიმართებაში. ისინი ხშირ შემთხვევაში ფერის და ცოდნის მიუხედავად ირჩევენ ისეთ პროდუქტებს, დათვლიან სასარგებლოდ ისეთ პროდუქტებს, რომელიც უფრო მეტად მოსწონთ, უფრო მეტად უყვარს. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის ეს უნდა იყოს ძალიან კარგი ორიენტირი. ეს უნდა იყოს ძალიან კარგი გაკვეთილი იმისთვის, რომ სასარგებლო პროდუქტები მეტად ვაქციოთ ჩვენი ბავშვებისთვის საყვარელ პროდუქტებად. სასარგებლო და ჩვენი შვილებისთვის საჭირო პროდუქტები უფრო გემრიელი, უფრო ლამაზი, უფრო სურნელოვანი, ყოველ შემთხვევაში ბავშვის გემოვნებისათვის უფრო მისაღები აღმოჩნდეს, რომ ბავშვმა შეიყვაროს, მოიწონოს და შემდეგ სწორედ მისი პირადი ემოციური დამოკიდებულება დაემთხეს იმ არჩევანს, რომელიც ჩვენ გაცნობიერებულად ხშირად გვაქვს ხოლმე ბევრად უფრო სასარგებლო პროდუქტებთან დაკავშირებით. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ამ რუბრიკამ
უკვე გაამართლა თავისი დანიშნულება და არა უბრალოდ ის დაგვანახა, რომ საზოგადოებამ დიახ იცის კვებითი შუქნიშანი, რომ საზოგადოებამ შეიყვარა კვებითი შუქნიშანი და სხვადასხვა ასაკის ადამიანები პროფესიის მიუხედავად, თემის მიუხედავად ამაზე სიამოვნებით საუბრობენ, ასევე დაგვანახა რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ შუქნიშნის რომელი ფერია ჩვენთვის პრიორიტეტული, იმისთვის რომ ჩვენი ოჯახის ყველა თაობა იყოს უფრო კეთილგანწყობილ ურთიერთობაში საკვებ პროდუქტებთან, შესაბამისად საკვებ ნივთიერებებთან და შესაბამისად ჯანმრთელობასთან. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს ძირითად თემას. დღევანდელი ჩვენი ძირითადი თემა გარკვეულწილად ძვლების ჯანმრთელობას უკავშირდება. არაფერია იმაზე მტკიცე ძვალი, ვიდრე კბილია ჩვენს ორგანიზმში და სტომატოლოგიური პრობლემები ყოველთვის დიდი თავსატეხია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კბილების დანაკარგს და კბილების შენარჩუნების შესაძლებლობას. მოკლედ დღეს სრულიად ახლებულად, პრაქტიკულად მედიცინის და კერძო სტომატოლოგიის უახლესი მიღწევების ჭრილში ვისაუბრებთ და რასაკვირველია გვექნება კვებითი შუქნიშანი. მანამდე ვუმასპინძლებთ ჩვენ სტუმარს. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი ორგანიზმის საყრდენი არის სლოვანი ჩონჩხი და წარმოუდგენელია ადამიანის ორგანიზმის შენება, ისე რომ ჩვენ არ გქონდეს ასეთი საყრდენი, რომელზედაც ყველა დანარჩენი ქსოვილი შემდეგ განთავსდება. ასე ხდება ჩვენი სხეულის შრეობრივად აწყობა და ფორმირება. და ხშირად ბევრისთვის წარმოუდგენელია და ძნელად დასაჯერებელია, რომ ნებისმიერ ძვალზე მტკიცე ძვალი არა საყრდენ მამოძრავებელ აპარატში გვაქვს, არამედ პირის ღრუში. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ხოლმე ერთი შეხედვით ესთეტიკის სფეროზე, ხედავთ თუ არ ხედავთ ჯანმრთელად კბილებს. არადა ძალიან მნიშვნელოვანია ფუნქციის, როლის გააზრება იმისთვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. საჭმლის მიღება, დამუშავება, დაქუცმაცება არ არის მხოლოდ კბილების საქმე. რამდენიმე ფუნქციის ერთდროულად შეთავსება ხდება და უამრავი პროცესი იწყება სწორედ პირის ღრუში. ამიტომ პირის ღრუს ჯანმრთელობა ზოგადად და პირის ღრუში კბილების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ კბილების შენარჩუნებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ამ ტექნოლოგიების დამსახურებით ზოგიერთი პრობლემის დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე კბილის შესანარჩუნებლად, მაშინ ეს გახლავთ ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც პირის ღრუს ჯანმრთელობას უკავშირდება და დღევანდელი ჩვენი საუბარი სწორედ ამ თემას ეხება. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ პაროდონტოლოგი, ენდოდონტისტი, ქალბატონი ანი გიბიშვილი. ანი დილამშვიდობისა. მოგესალმებით. მიხარია თქვენი სტუმრობა, როდესაც წარმოვიდგენ, რომ ჩვენ უნდა სრულიად ახალი ცოდნის, ახალი შესაძლებლობების ჭრილში ვისაუბროთ იმაზე, რაც ადამიანის არსებობის მანძილზე არის მისი ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილი, კბილის ჯანმრთელობა. თუმცა სწორედ ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით ჩვენ ვლაპარაკობთ კბილების შენარჩუნებაზე. როდესაც პატარები სარძევე კბილებს იღებენ, ამ დროს შენარჩუნებაზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია პირის ღრუს მომზადებაზე, უკეთესი კბილებისთვის, უფრო მეტი ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ. თუმცა ზრდასრულ ადამიანებს ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს კბილების შენარჩუნება. მოდით ვიდრე უშუალოდ მეთოდოლოგიაზე ვისაუბრებთ, ახალ მიდგომებზე ვისაუბრებთ, თავიდანვე განსაზღვროთ, არის თუ არა კბილის შენარჩუნება თანამედროვე რეალობაში აქტუალური პრობლემა და რატომ გადავწყვიტეთ, რომ ყველა დანარჩენი, რაზედაც ვისაუბროთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდეს. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, დაგეთანხმებით, რომ თანამედროვე სტომატოლოგიური მიდგომა არის სწორედ ნაკლები ინვაზია, ნაკლები ჩარევა, ნაკლები კბილის დაკარგვა. თანამედროვე სტომატოლოგის ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი კბილი შევინარჩუნოთ და ყველა საშუალება გამოვიყენოთ ამისთვის. და ძალიან მიხარია, რომ თვითონ პაციენტების ცნობიერებაც ამაღლებული ამ კუთხით ვიმუშავეთ ექიმებმა, მიმართულებით და ბევრი გადაცემა, ბევრი ინფორმაცია ჩატარდა ამ კუთხით და ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი კბილის შენარჩუნება, იმიტომ რომ საკუთარ კბილს არაფერი არ ანაცვლებს. ამიტომ თუნდაც ის, რომ რამდენიმე წელი შევინარჩუნოთ და განვახანძღოთ საკუთარი
კბილის ფუნქციონირება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ანუ რეალურად საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიცვალა. გეთანხმებით, ადრე თუ მოგმართავდნენ, რომ აი კბილი მტკივა და ვიზუალურად დაზიანებულია და ამოვიყოთ რაღაც საჭიროა, დღეს პაციენტები მოგმართავენ, რომ არის რამე საშუალება, რომ შევინარჩუნოთ და მე ვეთანხმები, განსაკუთრებით არის ისეთი სიტუაციები, როდესაც პაციენტები არიან გარდატეხის ასახში, არ არიან მზად საიმპლანტაციოდ, ძალიან პატარა ესთეტიური ზონა, ფუნქციისთვის ძალიან გჭირდება, კონსტრუქციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული კბილი. ამისთვის ვიყენებთ ყველა დამატებით საშუალებას, რომ ესე ვთქვათ, ვუმკურნალოთ და შევინარჩუნოთ კბილი. თანამედროვე სტომატოლოგის ამოცანა არა უბრალოდ კბილის შენარჩუნება, ხანდახან კბილი თუ რისკის შემცველია და უფრო დიდ პრობლემას უქმნის პაციენტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ კბილს არ შევინარჩუნებთ. ჩვენი ამოცანა ფუნქციურად და ესთეტიურად გამართული კბილების შენარჩუნება. როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თანამედროვე მიდგომებზე საუბრობთ, უამრავი რამ შეიძლება გაგვახსენდეს. მაგრამ როდესაც ადამიანმა თავის დროზე მიკროსკოპში ჩაიხედა და გარემომცველი სამყარო სრულიად განსხვავებულ მასშტაბში დაინახა, იმ მასშტაბში, რომელსაც ჩვეულებრივ თვალით ვერასოდეს აღიქვამდა, ამან პრაქტიკულად შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება არა უბრალოდ კონკრეტულად იმ ქსოვილის მიმართ, რომელიც პირველად ასე აღმოჩნდა მიკროსკოპის ქვეშ, არამედ ზოგადად მოვლენების მიმართ და მიკროსკოპის შესაძლებლობებიც იზრდება, მიკროსკოპის შესაძლებლობების სხვადასხვა სფეროშიც იზრდება და მიკროსკოპიის ამოცანებიც იზრდება. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დიაგნოსტიკურ ჭრილში და სამკურნალო ჭრილში. ცოტა უცნაურად ჟღერს, შესაძლოა ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ თანამედროვე სტომატოლოგია აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, როდესაც მიკროსკოპით კბილის კონკრეტულ სტრუქტურებს ვათვალიერებთ, დიაგნოზს ვსვამთ და მე ვმკურნალობთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში გადავარჩინოთ კბილი. მე მგონი არ მეშლება ასეა, ხო, ჯაჭვი აწყობილიანი. მოდით ვისაუბროთ აი ამ შესაძლებლობაზე მიკროსკოპის ჩართულობით, რა ნაწილებს ნახულობთ კბილის, რა დიაგნოზები ისმება ასე და რატომ არის ეს კარგი შესაძლებლობა მიკროსკოპის ქვეშვე ვუმკურნალოთ პრობლემებს. პირველ რიგში განმარტავ, რომ მიკროსკოპი არის მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო, რომელიც 20-25 ჯერ ზრდის კბილის ქსოვილების გამოსახულებას. ანუ პირველ რიგში ამას საშუალება მოგცეთ ჩვენ სტომატოლოგებს, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით ტაქტიკური და ინტუიციური მეთოდით ვკურნალობდით, რასაც პრაქტიკული გამოცდილება გვაჩვენებდა, ეხლა უკვე ვხედავთ და რასაც ვხედავთ, დამეთანხმებით უკეთესად ვკურნალობთ. მიკროსკოპის უკეთ ვხედავთ, უკეთ ვკურნალობთ და შედეგებიც, რა თქმა უნდა, უკეთესი გვაქვს. მიკროსკოპის ისტორია 1978 წელს უკავშირდება, პირველად მიკროქირურგიულ სტომატოლოგიაში იქნა გამოყენებული და ენდოდონტიურ მკურნალობაში 1998 წელს გარი ქარი იყო ესეთი ამერიკელი ექიმი, რომელმაც პირველად დანერგა და გამოიყენა და პრაქტიკულად მერე უკვე 2000 წელს ამერიკის ენდოდონტისტთა ასოციაციამ, ანუ გამარტავ არხების მკურნალობას, რასაც აუცილებელი ტექნოლოგია გახდა, ანუ ოქროს სტანდარტი გახდა მიკროსკოპი. ანუ ეს გაგება ხშირად აგთხოვეთ ჩვენს პაციენტებს, რომ ეს არის დამატებითი ხელსაწყო და ფუფუნება. არა. ეს არის ოქროს სტანდარტი, ვინაიდან ენდოდონტი, ანუ არხების მკურნალობა წარმოუდგენელია ხარისხიანად ენდოდონტის, ანუ მიკროსკოპის გარეშე. ანუ თუ არ გავადიდეთ, თუ არ დავინახეთ, ახლოს არ მოვიტანეთ ეს გამოსახულება, თანამედროვე ოქროს სტანდარტი ნიშნავს იმას, რომ სხვაგვარად არ უნდა მოქმედებდეთ, ან უნდა დავინახოთ, გავადიდოთ და შემდეგ ვიმოქმედოთ. აი თქვენი შეკითხვა, ანუ დიაგნოსტიკაში რაში ვიყენებთ? დიახ. დიაგნოსტიკაში ადრე უბრალოდ კბილის ვერმკურნალობა უკავშირდებოდა უბრალოდ ვერ დანახვას და დიაგნოზის ვერ დასმას. თორემ ჩვენ რასაც უკვე დიაგნოზს ვუსვავთ, შესაბამისად ეს არის საქმის 50% და მკურნალობაც მერე ადვილი ხდება და ექიმის გადაწყვეტილებაც. ვეთანხმები, რომ ექიმს არ ანაცვლებს მიკროსკოპი, ეს არის უბრალოდ კარგი ექიმს სუპერ ძალას აძლევს, რომ იყოს კიდევ უფრო კარგი. მიკროსკოპის საშუალებით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ
მიკრობზარები, რასაც რა თქმა უნდა შეუიარაღებელი თვალით და ხან რიგ შემთხვევაში დენტალური რენტგენის და ტომოგრაფიის საშუალებითაც შეიძლება ვერ მოხდეს ამის დაზუსტება. ასევე ვაზუსტებ დამატებითი არხების დანახვა, რასაც შეუიარაღებელი თვალითაც ხშირად შეუძლებელია და რენტგენზე ხშირად არის ზეწდება და უბრალოდ ექიმი ვერ ხედავს. ცუდად ნამკურნალები, არასრულყოფილად ნამკურნალები, იმიტომ ტექნოლოგიები ადრე სხვა იყო 10 წლის წინ, 15 წლის წინ შესაბამისად, ესეთი არხები ხშირად ინფიცირებული ბრუნდება და ესეთი კბილების გამოსავალი იყო ხშირად ამოღება. ჩვენ რომ ამას ვხედავთ, რომ რაში არის პრობლემა, სადაც ინფიცირება, სვავთ დიაგნოზს, სად მოხსნათ ქსოვილი, სად შევინარჩუნოთ, არხის შესაძლებლობა რამდენად მოხსნათ, რამდენად დავზოგოთ, რამდენად დავზოგოთ. ეს დამზოგველი შემანარჩუნებელი, კბილის ქსოვილის ისედაც მცირეა, ამიტომ აქ დამზოგველი შემანარჩუნებელი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად იმ ადგილას მოხსნა ქსოვილი, ზუსტად იმ ადგილას, სადაც არხის შესაძლებელია, სადაც დაზიანებული ქსოვილი მაქვს და შემდეგ ჩავატარო უკვე განმეორებითი მკურნალობა. აღმოვაჩინა მაგალითად პერფორაციები. პერფორაცია ნიშნავს კბილის ფესვის კედლის დაზიანებას ან არხის კედლის დაზიანებას. ადრე ესეთ კბილებს აუცილებლად ამოვიღებდით. ეხლა როდესაც ხდება დიაგნოსტიკა, რა კონკრეტულად რა მიდამოა, ზოგიერთ შემთხვევაში ვინარჩუნებთ ასეთ კბილებს და ამის მერე სხვა უკვე მკურნალობის თანამედროვე მიდგომა არსებობს. და ნუ აი ძალიან უკვე რომ ხედავთ ყველაფერს, თუნდაც დავინახოთ ფესვის კარიესი, რა მიდამოზე არის დაზიანებული და აი ეს ყველა წვრილმანის დაზუსტება ქსოვილებში გვეხმარება ზუსტად კონკრეტულად იმ მიდამოზე ვიმუშაოთ, ის ქსოვილი მოხსნათ და იმ კონკრეტულ მიდამოს უკურნალოთ მაღალი სიზუსტით. როდესაც ჩვენ საუბარი დავიწყეთ, ჩვენ ვახსენეთ კბილების შენარჩუნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. და თქვენ თავად ბრძანეთ, რომ თუ წინა პერიოდში 10 წლის წინ, 5 წლის წინაც კი ადამიანებს ჰქონდათ დამოკიდებულება მაწუხებს მომაშორეთ და ასე შემდეგ, დღევანდელი დამოკიდებულება მაქსიმალურად დიდხანს შევინარჩუნოთ კბილი და შევინარჩუნოთ მას სიცოცხლის უნარიანობა არის საერთო განწყობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ძლიერდება საზოგადოებაში. ამის ხელშემწყობი შეიძლება იყოს ის ტექნოლოგიები, რაზედაც დღეს ჩვენ საუბრობდით. ანუ გამოდის, რომ დღეს აი ამ არხების, მოდით გავამარტივებ და მე ასე ვიტყვი, ამ არხების დანახვა მიკროსკოპის ქვეშ, მათი მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ გაუტოლდა კბილის შენარჩუნების შესაძლებლობას, ტოლფასი გახდა ანი უკვე ეს რეალობა. რა თქმა უნდა, ეს რეალურია. ტოლფასია იმის, რომ ტექნოლოგია ძალიან გაგვიმარტივა ექიმებს მკურნალობის სწორი მიდგომა და შენარჩუნება. შესაბამისად, პაციენტის მოთხოვნა, რომ შევინარჩუნოთ და მათი ცნობიერებაც, რომ იმპლანტი არ ანაცვლებს საკუთარ კბილს და თუ არ შესაძლებლობა და ჩვენი ექიმებიც უკვე ზრუნავენ ამაზე, რომ აუცილებლად ჯერ გადმომისამართეს პაციენტი კბილის შესანარჩუნებლად, ვიბრძოლოთ მაქსიმალურად, რომ შევინარჩუნოთ კბილი. ამიტომ პაციენტიც მოყვება უკვე ძალიან კარგად აცნობიერებენ საკუთარი კბილის მნიშვნელობას, იმიტომ რომ ხშირად მაგალითად ჩატეხილი ინსტრუმენტები გვხვდება და ამის გამო ჩვენ ადრე ვიღებდით კბილს და აუცილებლად სხვა ანუ ეს თავად კბილში მანიპულაციის დროს შეიძლება ნებისმიერ ექიმს ქონია ეგეთი და მათ შორის მეც, ანუ არ არის ექიმი, ვინც მუშაობს პრაქტიკულად და 20 წელი რომ მუშაობს, რომ არც ერთ კბილში ინსტრუმენტი არ ჩა. ადრე ესეთი კბილი ინფიცირდა, ანუ შეიძლება დაინფიცირდეს, შეიძლება არც არაფერი არ მოხდეს, მაგრამ თუ დაინფიცირდებოდა რაღაცა წლების მერე, მისი გამოსავალი იყო ამოღება, იმიტომ რომ ის არხი ფიზიკურად გაუვალი ხდებოდა და შესაბამისად ანთებამდე ვერ ვაღწევდით. და ეხლა მიკროსკოპის საშუალებით ჩვენ ვაკონტროლებთ აი ამ მიდამოს, ზუსტად ხედავთ აი ამ ჩატეხილ ინსტრუმენტზე, სპეციალური ხელშეწყობები და გამადიდებელი ხელსაწყო საშუალებით ძალიან მარტივად ვიღებთ ამას. ასევე შესაძლებელია ხშირად როგორც აღნიშნე, აი მეტალის კირებს იყენებდნენ ადრე, მოგეხსენებათ, არაესტეტიურიც იყო, მეტად ტრამვულიც იყო, ეს მიდგომები საერთოდ შეცვლილია სტომატოლოგიაში, აი დამუშავება, ნაკლებ ტრამვული, ნაკლები ქსოვილის მოხსნა, მეტალის კირები საერთოდ ამოღებულია, უფრო ესტეტიურ კირებს ვიღებთ, ან საერთოდ არ ვიყენებთ და ესეც ყველაფერი ხდება დამზოგველი
მიდგომით. აი მაგალითად ძველად ინფიცირებული დაბჟენილი კბილები, რომელიც იყო ინფიცირებული. ხშირად ისეთი მასალა იყო გამოყენებული ადრე, რომ ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა არხების გავლა, ან თუ ხერხდებოდა არხის კედელი ზიანდებოდა, ან კბილის ფსკერს აზიანებდა ექიმი და მაინც უბრუნდებით იმას, რომ თავარი პრობლემა სტომატოლოგიაში იყო, ენდოდონტიაში ვერ დანახვა. რასაც ვერ ხედავთ, ანუ იმაზე ვიყავთ ესე იგი ინტუიციაზე დამოკიდებული, დავაზიანებდით თუ არ დავაზიანებდით და ეხლა ვხედავთ და შესაბამისად ჩვენი შესაძლებლობები ექიმის ბევრად გაზრდილია და ამიტომ ძალიან ბევრ კბილს ვინარჩუნებთ, ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი გვყავს ამითი, რომ ძალიან ბევრს ვაბედნიერებთ, თან რომ ანახე, აი ძალიან დიდი ანთებითი პროცესები, სადაც კბილის გარშემო უდიდესი ძვალის მიდამოარი დაშლილი მარტივენაზე რო ახსნა. შესაბამისად გამოსავალი იყო აქ ამოღება და მე ამას ჭირდებოდა ძვლის შეტანა, იმპლანტაცია და ასე შემდეგ. ჩვენ ისეთ კბილებს მიკროსკოპის საშუალებით რენდოდონტიას, ანუ განმეორებით მკურნალობას უტარებთ, ანუ ძველი მასალა გამოგვაქვს არხებიდან, კარგი ანტისეპტიკურ დამუშავებას ვატარებთ და ხელახლა მიკროსკოპის კონტროლით ზუსტ შევსებას ვაკეთებთ არხების და ესეთ დროს ის დაზიანებული მიდამო ფესვის გარშემო აღდგება. ანუ ის ძვალიც აღდგება, რომ პაციენტი იმ ტრამულ პროცედურას, რომ ძვალი შეიტანოს და ჩაიტაროს ქირურგია, იცილებს თავიდან და რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერება ესეთი საშუალება რო გვაქვს დღესდღეობით. Ani ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მიკროსკოპით ჩვენც მოგვეცით საშუალება რეალურად ამ შემთხვევაში ცოდნის მიკროსკოპის ქვეშ გადიდებულად აღვექვა, ახლოს აღვექვა ის სურათი, რომელსაც თქვენ ყოველდღიურ პრაქტიკაში ხედავთ და რომელიც თანამედროვე სტომატოლოგისთვის არის ნამდვილად გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ეს არის გამარჯვება საზოგადოებისთვისაც და პაციენტისთვისაც, რომელსაც ჰქონდა ამოცანა კბილის შენარჩუნება და ვერ ახერხებდა, თუმცა როდესაც ვლაპარაკობთ მედიცინის პროგრესის აზრი სწორედ ეს არის, რომ ექიმს მისცეს ინსტრუმენტი და წეგან თქვენ ბრძანებდით ძალა, ზეძალა იმისთვის, რომ პაციენტს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცეს ცხადია ჯანმრთელობის პარამეტრებთან ერთად. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ პაროდონტოლოგი, ენდოდონტისტი ანი გიბიშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ კვებითი რეკომენდაციები, რომელიც ერთ თეფშზე უნდა დავატიოთ, არის ზოგადი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ რეკომენდაციების პერსონალურად აღქმა მხოლოდ არ არის სწორი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ცოდნა არის საერთო პრინციპების გათვალისწინება, რომელიც ჩვენ საჭიროებებზე უნდა მოვირგოთ. დიახ, ამას ნიშნავს დღიური რაციონის გადანაწილება, როდესაც ნახევარი, სულ ცოტა ნახევარი, ბოსტნეული და ხილია და მეორე ნახევარი მარცვლეულ-ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად. როდესაც 5 ჯგუფის, 5 ფერის პროდუქტი სულ ცოტა ყოველდღიურად უნდა მივიღოთ და როდესაც უკეთესი არჩევანი იქნებოდა ცისარტყელა თეფშზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ცოდნის პირადი საჭიროების ჭრილში აღქმა და იმის გათვალისწინება, რა კონკრეტული ამოცანა გვაქვს. მაგალითად, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ძვალი ძალიან მტკიცე ქსოვილია და თანაც ვამბობთ, რომ კბილი ყველაზე მტკიცე ძვალია, მაშინ გამოდის, რომ ჩვენი ძლოვანი ქსოვილისთვის, ჩვენი კბილებისთვის განსაკუთრებული ამოცანები უნდა შეასრულოს კვება. როგორია ეს ამოცანები? მოდით თანმიმდევრულად გავიაროთ და ვთქვათ, რომ ყველა საკვები კომპონენტი თავის როლს ასრულებს ადამიანის ჩასახვამდე მუცლად ყოფნის პერიოდში და დაბადებიდან სიცოცხლის ნებისმიერ მომენტში. ყველა ამ ეტაპს ჩემი ერთ დასახელებულ ყველა პერიოდს ჩვენი სიცოცხლისა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ძლოვანი სისტემის ფორმირებისთვის, ძვლის სიმტკიცისთვის და შესაბამისად კბილის სიმტკიცისთვის. მაგრამ ყველა ამ ეტაპს ახლა ჩვენ ვერ გავყვებით და ჩვენ ახლა უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ვფიქრობ ყველასათვის ერთნაირად სარგო შეიძლება აღმოჩნდეს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ კვებით შუქნიშანზე,
და ჩვენ ვლაპარაკობთ პროდუქტებზე, რომელიც ახლა ჩემს ზურგს უკან არის, რომელიც ქმნის სამფეროვნებას ბოსტნეულისა და ხილისა, ეს არის ის არჩევანი, რომელიც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს და ნებისმიერი პროცესის ხელშემწყობია. ფერმენტების წარმოქმნის და მათი ცხოველქმედების, ანუ ფერმენტებმა რომ თავისი საქმე გააკეთოს, ჰორმონებთან დაკავშირებული პროცესების, სხვადასხვა სისტემების ფუნქციების, უჯრედების დაცვის, იმუნიტეტის გამტკიცების, დაბერების შეფერხების და ასე შემდეგ. უჯრედების დაშლილი უჯრედების აღდგენის, ხელახლა წარმოქმნის და ასე შემდეგ. თქვენ იკითხავთ, რა შუაშია ეს ყველაფერი ძვლის ჯანმრთელობასთან. ჩემ მიერ დასახელებული ყველა პროცესი გავლენას ახდენს ძვლის ჯანმრთელობაზე. მათ შორის, რამდენად ვახერხებთ ჩვენ ორგანიზმის შიგნით აღდგენის პროცესების მართვას, რამდენად დაცულია ჩვენი ძვლის სტრუქტურა, რამდენად სწორად არის უზრუნველყოფილი საკვები ნივთიერებებით და რამდენად დაცულია მთლიანად ორგანიზმი სხვადასხვა ფაქტორისგან, რომელიც ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს. თუ ძვალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს არ მოვიდგენთ, ყველაზე ნაკლებად რეკომენდებულად მოგვეჩვენება წყალი. არადა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ძვალი ცხადია 90%-ით წყლისგან არ შედგება, როგორც ჩვენი თავის ტვინი, 90%-ზე მეტია ხშირ შემთხვევაში ტვინი, განსაკუთრებით, რაც მცირეა ასაკი. და როდესაც ჩვენ ვამბობთ ძვლოვან სისტემაზე, საშუალოდ 70%-მდე მაინც გამოდის წყალი. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ ასაკობრივი თავისებურებების ჭრილში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რითი უზრუნველყოფთ წყლის ბალანსს ორგანიზმში და ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, მაგალითად, წყლის შევსებას საკუთრივ მტკნარი წყლით ვცდილობთ, წვენით ვცდილობთ, თუ რძით ვცდილობთ. მიუხედავად ჩვენი წარმოდგენებისა, ძალიან ხშირად ჩვენ გვავიწყდება, რომ სტერეოტიპულია რძესთან ჩვენი დამოკიდებულება. არის კი რძეის პანაცეა, რომელიც ძვლის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. მხოლოდ რძის სმით უზრუნველყოფთ ჩვენ ძვლის ჯანმრთელობას? აღმოჩნდა, რომ არა. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც რძე უფრო მეტი თავსატეხია, ვიდრე სიკეთის მომტანი. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, სადაც რძესთან დაკავშირებით სხვა ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ნაწლავის მდგომარეობა, როგორ შეითვისებს, როგორ გადაამუშავებს და როგორი რეაქცია ექნება. ნაწლავის ჯანმრთელობა ძვლის ჯანმრთელობის ერთ-ერთი განსაზღვრელი კომპონენტია. რატომ? იმიტომ რომ ყველა ის ნივთიერება, რომელიც საბოლოო ჯამში ძვლის სიმტკიცეს უზრუნველყოფს, ნაწლავზე გავლით, ნაწლავის ჩართულობით აღმოჩნდება ძვლის კონკრეტულ სტრუქტურებში. და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ გვიჩნდება კითხვა. მაშინ სად არის საიდუმლო დაკავშირებული ძვლის ჯანმრთელობასთან? მაშინ სად ვეძებოთ კონკრეტული ნივთიერებები, რომელიც კბილს სჭირდება, ზოგადად ძვლოვანი სტრუქტურების ჯანმრთელობას და თუ არ არის მხოლოდ რძე ის პანაცეა, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ჩვენი ძვლოვანი სისტემის სიმტკიცეს, მაშინ რომელია ის პროდუქტები, რომელთა დამსახურებით ჩვენ გვექნება უფრო მტკიცე ძვალი. ვიდრე პროდუქტებზე გეტყვით, აუცილებლად გაგახსენებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ არა უბრალოდ საკვების მიღება, არამედ მისი შეხამება ფიზიკურ აქტივობასთან, ცხოვრების წესთან. მიაქციეთ ყურადღება, პირველი ვიტამინი, რომელიც ჩვენს ეკრანზე გაჩნდა, D ვიტამინია. თქვენ ეს ძალიან კარგად იცით და იცით იმის შესახებაც, რომ სწორედ D ვიტამინს შეუძლია ძვლოვან სტრუქტურაში ყველა აუცილებელი ნივთიერებების წონასწორობაზე იქონიოს გავლენა და ყველაზე მნიშვნელოვანი კალციუმი, რომელიც თავისთვის სადღაც დაბოდიალობს, ხელჩაკიდებული მიიყვანოს და ჩასვას ძვლოვან სტრუქტურაში. ეს ისე უხეშად. ხოლო რაც შეეხება
ჩახჩახა მზეს, ეს კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ D ვიტამინის ბუნებრივი წარმოქმნის გზა კანზე პირდაპირ მზისხივების კონკრეტული ტალღების მოხდრის შემდეგ ყველაზე გონივრულია მაშინ, როდესაც მაგალითად დილით 11 საათამდე ჩვენ ფიზიკურ აქტივობას ვუხამებთ სუფთა ჰაერზე დაყოვნებას. თქვენ მეტყვით, რომ ეს არის რთული. დაგეთანხმებით. მეც ვერ ვაკეთებ ამას. ჩემი ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი ამის გაკეთების საშუალებას არ მაძლევს. მაგრამ არსებობს კომპრომისული გადაწყვეტილებები, რომელიც თქვენი პირადი ცხოვრების წესიდან, თქვენი ყოველდღიური რუტინიდან გამომდინარე, შეარჩიეთ ისე, რომ გარკვეული დრო ცხადია უსაფრთხოების წესების დაცვით, კანის მაქსიმალური დაცვით, მზესთან ურთიერთობისთვისაც გამოიყენოთ. ფიზიკური აქტივობისთვისაც გამოიყენოთ, რადგან წარმოუდგენელია ძვლის სიმტკიცე ფიზიკური აქტივობის, სხვა ცხოვრებისეული ფაქტორების წონასწორობის გარეშე მხოლოდ კვების იმედად დავტოვოთ. არა და კვებაში მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ, რომ D ვიტამინის შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მხოლოდ თქვათ ყბადაღებული რძე და რძის ნაწარმი, არამედ თევზი, კვერცხი, განსაკუთრებით კვერცხის გული და თქვენ წარმოიდგინეთ სოკოც და ყველა ის პროდუქტი, რომელიც პირდაპირ მზისხივების ზემოქმედების ქვეშ მცენარეულ წყაროც ატარებს D2 ვიტამინს. ოღონდ D2 ვიტამინს და არა D3 ვიტამინს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შემდეგი ვიტამინი, რომელიც ჩვენ რატომღაც არ მიგვაჩნია დაკავშირებულად ძვალთან, არა და ბოლო 17 წელია მე პრაქტიკულად ყოველ სეზონზე ამაზე ვსაუბრობ. არ დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ძვლის ფორმირებისას, ძლოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბებისას, ხარიხებისათვის გადამწყვეტი არის C ვიტამინი და არა D ვიტამინი. C ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში ჩვენ ვერ გვექნება მტკიცე ძვალი და განსაკუთრებით მოზარდების და ბავშვების შემთხვევაში ეს უნდა განვითვალისწინოთ, მათ შორის კბილების ჯანმრთელობისათვის, რადგან C ვიტამინი არა უბრალოდ მტკიცე ძვლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, არამედ შემდგომში უკვე არსებული სტრუქტურების სიმტკიცის დაცვას, მათ შორის კბილის ჯანმრთელობის დაცვას. C ვიტამინის შემცველი პროდუქტები პირისღრუს ჯანმრთელობისათვის არის უმნიშვნელოვანესი. მაგალითად, კივი, როგორც წყარო და საკმაოდ მდიდარი წყარო C ვიტამინისა, ლურჯი მოცვი და ასე შემდეგ. ის პროდუქტები, რომელიც ციტრუსები, რომელიც იყო წარმოდგენილი ციტრუსებთან დაკავშირებით სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით, როდესაც წვენებზე ვსაუბრობთ, თუმცა ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა ეს უკვე კარგად იცის. A ვიტამინი. A ვიტამინი რასაკვირველია, როგორც ანტიოქსიდანტი C ვიტამინთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად თავისუფალი რადიკალებისგან ნებისმიერი უჯრედის და სტრუქტურის დასაცავად, მაგრამ A ვიტამინის დამსახურებით ძვლის სიმტკიცეზე, კბილის ჯანმრთელობაზე, პირისღრუს ჯანმრთელობაზე საუბარი მნიშვნელოვანია მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჭრილში. დიახ, რძის ნაწარმი და თქვენ ხედავთ, რომ აქაც ფიგურირებს, რა თქმა უნდა, რძე და რძის ნაწარმი. რძის ნაწარმის დამსახურებით მზასახით ვიღებთ A ვიტამინს, ისევე როგორც კვერცხის დამსახურებით, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან. ხოლო მცენარეული წარმოშობის პროდუქტებიდან მზა A ვიტამინს ვერ ვიღებთ და მის წინამორბედ ნივთიერებებს ვიღებთ და ამისთვის გვჭირდება ყვითელი, ნარინჯისფერი, მოწითალო, მწვანე პროდუქტები, იმისთვის რომ შეავსოს ჩვენი ორგანიზმის. შემდეგი არჩევანი ჩვენი უნდა იყოს ვიტამინი, რომელსაც K ვიტამინს უწოდებთ და რომელიც ერთი ვიტამინი არ გახლავთ. ჩვენ სხვადასხვა დროს გვისაუბრია ამის შესახებ და ვიცით, რომ მაგალითად მწვანე პომიდორი, ძის პანახიც, სალათის ფოთოლიც, ნებისმიერი მწვანე პროდუქტი K პირველი ვიტამინის ძალიან მდიდარია. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს K2 ვიტამინის საჭიროება განსაკუთრებით ძლოვანი სისტემისთვის და ასეთ შემთხვევაში K2 ვიტამინი არის ჩვენ უკვე შევთანხმდით ამაზე მთელი გადაცემა გქონდა, როდესაც ვისაუბრეთ ნაწლავის ჯანმრთელობაზე და სწორედ ნაწლავის ბინადარი ჩვენი მეგობარი ბაქტერიები არის მწარმოებელი K2 ვიტამინისა. თუმცა მხოლოდ ამ ბაქტერიების იმედად სამწუხაროდ ვერ ვართ და ჩვენ გვჭირდება იმ ფერმენტირებული პროდუქტების დამსახურებით შევსებული K2 ვიტამინი, რომელიც ასევე ბაქტერიების ინდისია. ოღონდ მაგალითად ფერმენტირებული ყველის შემადგენლობაში არსებული ბაქტერიების დამსახურებით წარმოქმნილი K2 ვიტამინის დროს. ან მაგალითად, როდესაც ფერმენტირებული სოია შეიცავს
კაორ ვიტამინსაც და კონკრეტულ ბაქტერიებსაც და ასე შემდეგ. ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან კვერცხიც, ხორციც, თევზიც შეიძლება იყოს მცირე რაოდენობით კაორი ვიტამინის შემავსებელი. შემდეგი ჩვენი რეკომენდაცია უკავშირდება B ჯგუფის ვიტამინებს. B ჯგუფი ძალიან ტევადი გახლავთ და B ვიტამინების არ შემეშალა B ვიტამინები, იმიტომ რომ აქ B პირველის, B2-ს, B3-ს და ასე შემდეგ უამრავი ვიტამინი მოიაზრება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია B2 ვიტამინი, B3 ვიტამინი, B9 ვიტამინი, B12 ვიტამინი. ეს ყველაფერი ძვლის სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და იმ ნივთიერებების შეთვისებაზე, რაზედაც მანამდეც გესაუბრეთ. B ვიტამინის წყარო შეიძლება იყოს მცენარეული პროდუქტებიც, მათ შორის ყველა მწვანე პროდუქტი, შეიძლება იყოს მარცვლეულ ბურღულეული, სხვადასხვა სახის თესლი და ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. აქ მარტო კვერცხია მითითებული, მაგრამ ამან არ შეგზღუდოთ, რადგან B ჯგუფის ვიტამინების წყაროთ უნდა განვიხილოთ თევზეულიც, გარკვეულწილად კიდევ უფრო მეტად ხორცს პროდუქტებიც და ხორცს პროდუქტების სხვადასხვა ვერსია, მათ შორის სუბპროდუქტებიც და არ უნდა დაგვავიწყდეს ვიტამინებთან ერთად იმ მინერალების როლი, რომელიც ძვლოვანი სტრუქტურების სიმტკიცეს განაპირობებს და ასეთ შემთხვევაში აი ამ მინერალებთან დაკავშირებით ჩვენ უნდა აუცილებლად გავიხსენოთ ისეთი ვიტამინები, როგორიც არის მინერალები, როგორიც არის კალციუმი და ფოსფორი. კალციუმის წყაროთ რატომღაც საზოგადოებაში დამკვიდრებულია მიუხედავად ჩვენი მრავალრიცხოვანი საუბრისა, მიუხედავად არაერთი გადაცემისა, მიუხედავად მრავალწლიანი ჩვენი ურთიერთობისა და თანამშრომლობისა, რატომღაც კალციუმის წყაროთ მაინც ჩვენ საზოგადოებაში აღიქმება რძის ნაწარმი და რძე. არადა კალციუმის წყარო შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა პროდუქტი და ძალიან ხშირად სხვადასხვა ჯგუფის პროდუქტების ერთდროული გამოყენებით დღიურ რაციონს გულისხმობთ, ცხადია და არა ერთ პაშად ერთჯერზე. ჩვენ ვახერხებთ კალციუმის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რადგან კალციუმის წყაროთ თევზის გამოდგება და ზღვის პროდუქტების, კალციუმის წყაროთ კომბოსტოს სხვადასხვა სახეობაც გამოდგება, მათ შორის ბროკოლიც და ასე შემდეგ. და არანაკლებ მნიშვნელოვანი კალციუმთან ერთად, როგორც გითხარით, გახლავთ ფოსფორი. ფოსფორი როგორც ყველა ცილოვანი საკვების შემადგენელი ნაწილი, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის კალციუმსა და ფოსფორს შორის თანაფარდობა და ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, ყველის შემადგენლობაში არსებული კალციუმის და ფოსფორის თანაფარდობა იმდენად იდეალურია განსაკუთრებით ფერმენტირებული ყველის შემთხვევაში, როდესაც ყველა ჩამოთვლილი ჩემ მიერ ნახსენები პროდუქტი თავს იყრის, რასაკვირველია შეიძლება დავუკავშიროთ ეს პროდუქტი ყველა დანარჩენ პროდუქტთან ერთად ძვლოვანი ჩონჩხის ჯანმრთელობას. თუმცა მიუხედავად ღირსებებისა, არც ყველი და არც რომელიმე ერთი პროდუქტი განკერძოებით, განმარტოებით, იზოლირებულად არ უზრუნველყოფს ჯანმრთელობას. და ბოლოს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ამა თუ იმ პროდუქტზე, ძალიან ხშირად ჩვენ ველოდებით საოცრებას, ველოდებით პანაცეას, ერთ ჯადოსნურ პროდუქტს ან ერთ ჯადოსნურ კვების მოდელს, რომელიც ყველა პრობლემას გადაგვიჭრეს. არადა სინამდვილეში ასე არ ხდება. სამწუხაროდ არ ხდება და ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა პროდუქტის ურთიერთშეთანხმება. ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა ჯგუფის, სხვადასხვა პროდუქტის ერთდროული გამოყენება იმისთვის, რომ ორგანიზმა მისთვის საჭირო ყველა ნივთიერება მიიღოს და მათ შორის ძვლოვანმა სისტემამ და მათ შორის ჩვენი ორგანიზმის ყველაზე მტკიცე ძვალმა, რომელსაც კბილი ჰქვია და რომლის ჯანმრთელობაზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.